მამო, ჩვენთან ესეთი რაღაცები არ ხდება. თქვენ რაც ვქით, მამო, მეგობრებს და იმაზე. ეხა მამა ივანე ჯიშკარიანი, მამა სერაფიონი, ყველა მიცის მლეთელი, აი ყველაფერი რავი, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. იმდენი რაღაცები აქვს, იმდენი ხალხი ყავს გახარებული სასულიერო პირები ისინიო და მის დასაფლავებაზე, მამო, კაციშვილი არ მოვიდა ისეთი რა, რომელსაც ახსენებდა ხოლმე. კი იყო რაღაცა ვიწრო წრე, რომელიც ერთგულები იყვნენ მისი, მაგრამ უთხარი მე იმ ხალხს რატო როგორ შეიძლება და ბოლოს ხო იციო ისა რა ქვიაო ყველამ დაივიწყაო და მე როგორ შეიძლება თქვენ იმაზე ვამბობ მამაო რა იგივე მამა ანტონზე ხო ჩვენში მამაო ერთობა თუ არ დაინახა სხვა იმას რა უმტკიცო მე რომ სიყვარული არის ხო თუ შეიძლება მამაო ვიცი რომ ამაზე გინდა ეხა პასუხი გავცე მაგრამ აი თუ ხო ხდებით მამაო არ არის სწორი რა როცა ამხელა ლეგენდარი აი ძალიან დიდი ადამიანები მამაო აი ამიტომ მიყვარს გიორგი შენთან ეთერში მოსვლა და სულ მიყვირს მე და შენ რატო კარგავდით ძვირფას დროს კამათში როცა ასეთი საინტერესო გადაცემის გაკეთება შეიძლებოდა არ დავიწყება მოყრისა არადეს მოგცემს ზიანსა რუსთაველი ამბობს ხო დაივიწყებ დაგივიწყებენ გეყარება ეყარები გასცემ მიიღებ იჩხუბებ გეჩხუბებიან აი მე მაგალითად ნებისმიერ ადამიანს ალბათ გაუხარდება რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანი რო გაიხსენებს ხო ყველა ასე ვართ მე მგონი ხლა არავის არ უნდა რომ ყველა დავიწყებას მიეცა ამიტომ რო დაინახე რომ შენზე წინ გარდაიცვალა სასულიერო პირი აი ერთხელ მე მამა თეიმურას რაჭირს ჩემი შესაქმები მაგრამ მამა თეიმურაზე რო გარდაიცვალა აი ვიოქროპირე ფაქტიურად თუ რამე შემეძლო და რამე ნიჭი მომცა ღმერთმა ჩემ გადაცემაში არა და ახლოს არ ვიცნობდი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მისი ქადაგებები მაქვს მოსმენილი და მისი ლექსები ეხლა მეუღლემ გამომიგზავნა ხო და აი თუ რამე შემეძლო ხო ვისაუბრე იცი რა არის მამა თეიმურას ყველა იცნობდა მაგრამ მე კიდე შევეცადე რომ უკეთ დამენახვებინა საზოგადოებისთვის და სასულიერო პირებისთვის მამა თეიმურაზის ღვაწლი რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა ახალგაზრდა მოზღვარმა თელ საქართველოს შეაყვარა თავი და როგორ მოახერხა ეს ხო აი ეს ხო ძალიან საინტერესოა რომ დღეს ესეთი ხო იცი როგორი ამპარტავანი ქედმაღალი გინდა სასულიერო სულ ყველას განკითხვა ყველას დამცირებაშია და ყველას ღვაწლის წაშლაშია ხო რომ მოიცა ვიზე საუბრობ კაცო ხილშია და მოიცა რა და ამ ადამიანმა ყველა კრიტიკას გაუძლო და ყველანაირი შურიანი თვალი ჩამოიშორა და ძალიან ახალგაზრდამ საქართველოს შეაყვარა თავი აი ამიტომ ჩვენ მამა თეიმურაზზე ხშირად უნდა ვისაუბროთ და მისგან უნდა ვისწავლოთ ის რა ჩვენ არ გვაქვს და მას გქონდა მაგრამ თუ ჩვენ ეხლა მამა თეიმურას დავივიწყებთ მამა იოსებ ბურჯანაძეს დავივიწყებთ მამა ანტონს დავივიწყებთ ხალხო მარტო ივან ოქროპირზე საუბარი და ბასილი დიდზე საუბარი არ არის საკმარისი იმიტომ რომ ფუჭი იქნება მამა იმიტომ რომ საქციელით ვერ ამტკიცებ ახალგაზრდები შეგვეკითხებიან მამა გიორგი ეკლესიას მარტო ბასილი დიდი ყავდა გრიგოლ ნოსელი ყავდა ივან ოქროპირი ყავდა აი ახლა თანამედროვე რეალობაში ნუ თუ არავინ არ გამოჩნდნენ აი მამა გაბრიელი ხო საჩუქარია ღვთისგან ხო წარმოიდგინო რუსეთში შეაყვარა უკვე რუსებს თავი და რამხელა გამონათება იყო მამა გაბრიელი ხო მე ვფიქრობ რომ მამა გაბრიელის შემდეგ აი მამა თეიმურაზი შეიძლება თავისუფლად დასახელდეს პიროვნებად რომელმაც სიყვარული დაგვანახა სიყვარულის მოციქული სიყვარულის ღუდელი მაგ ადგილაზე ხართ მამა რომ სადაც იჯდა ბოლო ეთერი რომელიც იყო და აი ეს მართლა ფიქრობ ხოლმე ხანდახან რომ ამ ცხოვრებაში რა შეიძლება ღირდეს და აი ეგეთ ეთერსო დატოვებ აი ყველაფრად ღირს მამაო რა იცი გიორგი რომ ჩვენ ღმერთი როგორ გამგვიკითხავს იცი აი რო გარდავიცვლებით 100 წლის მერე ხო აი შეგვადარებენ ივანე კროშტანდი ისიც უდელი იყო და შენც უდელი ხარ აი მამა თეიმურაძის უდელი იყო და მამა გიორგი შენც უდელი ხარ აი რატო შენც ასე აუ მე რა კაი პოზიციაში ვარ წამყვანებს თუ შემადარეს და ჟურნალისტებს მამაო მოიყვანს ფორმულას და იმ ჟურნალისტებს და მე მეთქი ვარ შენ გაგიმართლა როგორც ყოველთვის და დადგები ხო აი ამ შორის და სპეციალურად თავიჩიე დაბალი კლასი რომ იმის იმ ჟურნალისტებს რომ აი რატო დარასელიას ნაირები არ მარო ეგ ხუმრობა მაგრამ ნახევარზე მართალია ხო ასე მაგას ხუმრობ რა თქმა უნდა ძალიან კარგი აი ამ თემას ვეფერები და ეს თემა არ მინდა რომ წამართვა შენ ახლა რა აი ეს თემა აი ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი გიორგი და მაპატიე და გარდაცვალებული ქმარი არ ახსოვს წორს რა
აი ზუსტად ვიცი ძალიან ბევრს, ესე მარტივად ივიწყებენ და ისე იქცევიან, რომ იფიქრებ, რომ კაცო, ეს ის გოგო არ არის, როგორ უყვარდა თავის ქმარი, ან ეს ის კაცი არ არის, თავისი ცოლი როგორ უყვარდა და რა მარტივად დაივიწყა, ხო? იგივე დაგვემართება. ჩვენ თუ მამა თეიმურას, მამა იოსებს, მამა ანტონს დავივიწყებ, ჩვენს დაგვევიწყებენ გიორგი და არ იქნება კარგი ხალხო რა და მე ვფიქრობ, რომ აი უფრო ერში, სკოლებში უნდა აი მამაოზე ალბათ ფილმი უნდა იქნას გადაღებული და ბევრი ახალგაზრდა მოექცევა გიორგი, უფრო მეტი პოპულარობა რომ მიეცეს მამა თეიმურაზე გადაღებულ აი ეხლა დამპატი წარმოიდგინე თუშეთში ვიყავი გიორგი რამოდენიმე დღის წინ და აი ესე თორღვა საბანოს მერე არის უკვე უღელტეხილი რომ უნდა დაეშვა ჩახვიდე თუშეთში და იქ არის აბანოს უღელტეხილი ხო და ერთი გოგონა მოვიდა მამაო შეიძლება რომ სურათი გადავიღოთ ვინ ახარ მეთქვი შვილო და მამა თეიმურაზის სულიერი შვილი ვიყავიო და მე ვიციო თქვენ მამა თეიმურაზი როგორ გიყვარდათო და გადაცემა ნახა ალბათ მამა გადაცემა ნახარ ხო და ამას ვიძახე გიორგი რომ ის ხო ბედნიერი იყო იმით რომ ჩემი მამაო როგორ ყვარებია მამა გიორგის ხო ეხლა აგვისტოში არისო რაღაც აკეთებენ ხსოვნის საღამოს წიგნი უნდა გამოვიდეს გიორგი და დაპატეჟებული ვარ თუ პირველი ხსოვნის საღამო პირველი წიგნის მე წავიყვანე მამაო მე მთხოვეს და მე მერგო პატივად მამაო ხო და აი მინდა რომ ამ თემას ეხლა მოვეფერო გიორგი და გავწელოთ რომ და აი ამ თემის გარშემო ვისაუბროთ მე და შენ აი მოდი ჯერ მარტო ის რა დღეს გიორგი რომ მე შენ ასე იგი ველოდები ბავშვს ცურვაზეა შესული ჩართული მაქვს მანქანაში რადიო მაშინ ეთერში ის იყო თქვენი ის იყო განმეორებით გადიოდა სოციალურ ქსელში გადიოდა ხოლმე თქვენი და გირეკავთ მე გისმე კაცო და ვფიქრობ ვინ არის ეს ახალგაზრდა როგორ კარგად ის რაღაც რამოდენიმე კვირა და მირეკავ რომ გიორგი ვარო და არასელია რაღაც და გავიფიქრე გულში რომ მეთქი ამ ადამიანთან გამეხარდებოდა რომ გადაცემაში მომხდარიყავი და მე და შენ უკვე წლებია გიორგი რომ ფაქტიურად აი სადაც გინდა ვიყო ხალხი აი შენ მამაო ის მამაო არა ხარ შენი გვარი ახსოვ და ჩემი კი არ ახსოვთ დარასელიასთან რო ხარ ხოლმე ის არა ხარო აი ამისი დავიწყება გიორგი ხო არ შეიძლება აი რა უსინდისო უნდა იყო ხო არიან ხალხი გიორგი რომ აი შენ ჩააცვის თიქარი შენ აკურთხებინე უდლა და გივიწყებს და ის ფიქრობს რა აბა როგორ არ უნდა ეკურთხები ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ხელი დაასხეს უკვე სასულიერო გახდა და თავისი ხელდამსხმელი ეპისკოპოსი არ ახსოვს. უდელი ვინც ეპისკოპოსთან წარადგინა, ის არ ახსოვს. პირველი სტიქარი ვინ ჩააცვა, ის არ ახსოვს. პირველი 60 ქულო ჟამნი ვინ წააკითხა, ის არ ახსოვს. როგორ არ ახსოვს, მაგრამ არ უნდა რომ აღიაროს რომ როგორი გაუნათლებელი და უმეცარი იყო და კაცად ვინ გაქცია, ხო? რატო იცი? რომ რაღაც ვალი აქვს რა, იმისი და ეს ვალი აღარ გვინდა მე გამიგე რომ მე თვითონ ვისწავლე კაცო მე თვითონ ღმერთმა გამომარჩია მე იმან კი არ გამომარჩია უბრალოდ ის ღმერთმა გამოიყენა და მე ღმერთმა ხო და ასეთი ადამიანები არიან უმადური ადამიანები